საღამომშვიდობის პირველ რიგში მადლობა ამ ინტერვიუსთვის და მადლობა ნდობისთვის. თქვენ წამოხვედით თუ არ მეშლება 20 წლიანი კარიერის პიკში და სოციალურ ქსელში დაწერეთ რომ ეს იყო გადადგომა ოჯახური მიზეზების გამო. პირდაპირ გეტყვით მე ამის არ მჯერა, ამიტომ მინდა რომ მითხრათ რა იყო რეალური მიზეზი თქვენი ამ გადაწყვეტილების. 22 წელი მეცვა ფორმა და 22 წლის განმავლობაში მჯეროდა და მწამდა რომ ჩემი მთავარი ამოცანა და ღირებულება იყო მემსახურა სამშობლოსთვის, დამეცვა ჩემი ქვეყანა, მათი მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება და 22 წლის განმავლობაში რაც სისტემაში მუშაობდი. მათ შორის 16 წელი თავდაცვის სამინისტროში ვიმუშავე, 2018 წლიდან შემოვერთდი შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბოლომდე ღირსეულად ვიმსახურე. ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ეგრეთ წოდებული წყალგამყოფი. ფიზიკურად ამას ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვეღარ გავუძელი. ამიტომ თხოვე ხელმძღვანელობას რომ დავწერდი პატაკს და ოჯახური პირობების გამო ეს ოჯახური პირობების გამო არის ეგრეთ წოდებული სტანდარტული ტექსტი, ამის გამო წავიდოდი სამსახურიდან. მქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, მქონდა საუბარი მინისტრის მოადგილესთან. ისინი მშვიდად შეხვდნენ თქვენს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამ საპროტესტო აქციების პიკში მეხის გავარდნასავით იყო თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიდის პატაკში წერს ოჯახური პირობების გამო, მაგრამ თან ურთავს ამ პოსტს საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, ამით ყველაფერი ამ ალეგორიით ყველაფერი ნათქვამი იყო და ძალიან ცხადი იყო. ისინი მშვიდად გამოგიშვეს? დეპარტამენტში როცა მქონდა საუბარი მე კურატორ მოადგილესთან, მას უთხარი და მართლა ესე არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს, იმიტომ რომ სამსახურმა მთლიანად დაანგრია ჩემი ჯანმრთელობა და ვაპირებდი სამოქალაქო ცხოვრებაში წასვლას. იყო საუბარი რომ ამ პროცესში ეს ღალატი სტოლფასი იყო. მათ შორის მინისტრის მოადგილემაც მითხრა რომ ამ პროცესების გამო მიდიხარ თქო და დაუდასტურე რომ მათ შორის ამ პროცესების გამოც მივდივარ. თუმცა მინდა აღვნიშნო რომ გაგრძელება მოყვა ამას ძალიან ცუდი. რა? ამას მოყვა გაგრძელება ფიზიკური ანგარიშწორების, ლიკვიდაციის. ეს მუქარა იყო თუ სისრულეში მოიყვანეს? ჩხუბი მომივიდა. ანუ იყო ფიზიკური თავდასხმა თქვენზე, მას შემდეგ რაც თქვით რომ მოდიოდით. ბოლო დღეს, როდესაც უკვე წამოსვლას ვაპირებდი, ჩაბარებული მქონდა ყველაფერი. ოთახი დაცლილი მქონდა, მანქანა ჩავაბარე, გასაღები ჩავაბარე, ID ბარათი ჩავაბარე. ნუ ესეთი წესი არის ჩვენთან, ადმინისტრაცია, ანუ ეგრეთ წოდებული კადრები ვიზირებას არ გაგიკეთებს თუ სამსახურებრივი პირადობის მოწვევა არ ჩააბარე. ყველაფერი ჩაბარებული მქონდა და მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას. მაგრამ არ მომეცა ამის შესაძლებლობა, არ მომცეს ამის საშუალება. ის პოსტიც ერთგვარი უსაფრთხოების გადაზღვევა იყო. იმიტომ რომ ჩავთვალე საჭიროდ რომ მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეუღლე და ორი შვილი მყავს და მით უფრო ვიცი რაზე შეიძლება წასულიყვნენ ესენი და რა შეიძლება ეკადრათ. ეს იყო ერთგვარი გადაზღვევა და არა გამოწვევა ვინმეს. სამწუხარო ის არის რომ ამ წლების განმავლობაში მე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხება მქონდა თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მით უფრო სამინისტროს შიდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტებთან. არავინ არ დაინტერესებულა, არავის არ დაურეკია თუ რატომ გავაკეთე ეს, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. ერთადერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაღალი თანამდებობის პირმა დამირეკა მხოლოდ მეგობრულად და ადამიანური ფაქტორია, როცა ვიღაცა შენით ინტერესდება, იმიტომ რომ ანუ 4 წელიწადი ვიყავი მაგათვის მისაღები, 4 წელი ვიყავი კარგი თანამშრომელი, ყველაფერს კარგად ვასრულებდი და ერთ დღეში გავხდი მოღალატე და ერთ დღეში შევიცვალე შეხედულება, ну წარმოუდგენელი არის. დაუბრუნდეთ იმას, რაზეც საუბრობდით. ჩააბარეთ ყველა დოკუმენტი,
უკვე დაცლილი გქონდათ კაბინეტი, მოდიოდით სისტემიდან და ამ დროს რა მოხდა? ამ დროს ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და ცადა პროვოცირება. ხარებას მოადგილეს გულისხმობთ? კი. ბევრი მოადგილე არ ყავს, რთული გამოსაცნები არ უნდა იყოს. ორი მოადგილე არის, კურატორი მოადგილე არის, ჩემი მილერი ლაგაზაური. მილერი ლაგაზაური და მეორე მირზა კეზევაძე. კეზევაძე, კი. მე მილერისთან მქონდა ამასე საუბარი, აუხსენი. მე ეს მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა მე კონფლიქტი. მე მირზამ დაუთხრა მილერის რომ მოგატყუაო და საიდან მოიტანა რომ მოვატყუე, არ ვიცი. უბრალოდ რომ დაუფიქსირე რომ კი ეს პროცესები ჩემზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ის რომ ჩვენი შვილების ტოლა ბავშვებს უმოწყალოდ ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, აღარ მინდა უბრალოდ აქ მუშაობა. აქამდე ვიყავი, მუშაობდი თქვენთან ერთად. არც ერთი ნაბიჯით უკან არასდროს დამიხევია და ამაზე იყო პასუხი თავდასხმა კეზევაძის მხრიდან, როდესაც შენ უთხარი რატომ მიდიოდი რეალურად, რატო აღარ გინდოდა ყოფილიყავი იმ სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქუჩაში ადამიანებს ეს სასტიკად უსწორდებოდა? კი, მოღალატე და შეურაცხყოფები იყო და იყო ფიზიკური ანგარიშტორებაც? კი, ვიჩხუბეთ, კი, იყო. ეს ყველაფერი ამით დამთავრდა თუ გაგრძელდა? არა, სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით. ამას მოყვა ზარები. რო ჩავრთე ტელეფონი, აი თუ კი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა. პირდაპირი მუხარებიც და ირიბი მუხარებიც. შვილებზე განსაკუთრებით და ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები ჯეროდა და მწამდა რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი. ქვეყანაში სადაც შეიძლება სამართალი ვერ ვიპოვო. და ამიტომ ამ ინტერვიუს მერე ფრენა მოხდა და საერთოდ მივდივარ ქვეყნიდან. მე რჩება განცდა რომ ბევრად უფრო მძიმე დღეები გაიარე ვიდრე ამ ინტერვიუში ყვები და კიდეც ცდილობ ეს ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება წლები გაკავშირებდეს, დაზოგო. პირდაპირ გკითხავ, გემუქრებოდნენ რომ შენ შვილებს მოკლავდნენ იმის გამო რომ შენ არ გახდი მათი ამ სახელმწიფოებრივი დანაშაულის თანამონაწილე? მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც. რომ ლიკვიდაციას რო ყველაფერი შეუძლიათ. ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობდი ამდენი წელი. კი. და ეს გონიათ, რომ ეს არის ქვეყანა და ეს არის სახელმწიფო და ქვეყანაზე წინ არასდროს არავინ არ დამიყენებია. მათ შორის ოჯახიც. იმიტომ რომ მე ესე გავიზარდე, მე სამხედრო აკადემია მაქვს დამთავრებული. კვირაში ორჯერ ჰიმნს გვამღერებდნენ. ფიც ვკითხულობდით, საბრძოლო სიმღერებით დავყავდით სასადილოში და ესე გავიზარდე, რომ ჩემი ამოცანა და როლი არის, რომ თუ დავჭირდები სამშობლოს, საკუთარი სიცოცხლით უნდა ვაგო და გადავიხადო. და გელა ჩარკვიანს აქვს ნათქვამი, სიყვარულის დეფინიცია რა არისო? არაფერი, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის, იმის გაღება თუ შეგიძლია ვინმესთვის ან რამესთვის და სამწუხაროდ ძალიან ცუდი იყო. აი ეხლაც ემოციურად არის, იმიტომ რომ მე ერთი კვირა ჯოჯოხეთი გამოვიარე, ოღონდ ჩვეულებრივად, ანუ ხო ვიცოდი, ვემზადებოდი, ველოდებოდი, მაგრამ ის ერთი კვირა არ ვიცი. შენ ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყავი. 22 წელი შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ძალოვან სისტემაში იყავი და ამ ხელისუფლების პირობებში ბოლო 4 წელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მაყურებელს მარტივად რომ უთხრათ აი სპეცრაზმში, რომელსაც ისინი ხედავენ ხოლმე და ადამიანი, რომელსაც ეყრდნობოდნენ, მას შემდეგ რაც უთხრა რომ მე ამას ხელს არ მოვაწერ, შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. ანუ ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. ერთი საკითხი არის, მე რო პატაკი დავწერე და წამოვედი, ეს პატაკი გააჩერეს და გამოძიება დაიწყეს შიდა დისციპლინურ გადაცდომაზე გენერალურ ინსპექციაში,
რომ მე თურმე სამსახურში არ დავდივარ. დამიბარეს, ანუ უბრალოდ მე მიუმართე მათ, რომ ბრძანება ჩემი დათხოვნის იქნებ გადმომცეთქო და მეორე დღეს დამირეკა გენერალურმა ინსპექციამ, მივედი და მითხრეს, რომ სამსახურში არ დადიხარ და გადაცდომა არის. ეს ხო აბსურდი არის ბუნებრივი. სამსახურში როგორ ვილდი, როცა ყველაფერი ჩაბარებული მქონდა, მიღება გადაბარების აქტები მქონდა. გითხარით კიდევაც, ID ბარათი ჩავაბარე ადმინისტრაციის უფროს, ისე სხვანაირად ვიზირებას არ გამიკეთებდა. მე კიდე სხვა კითხვები იყო და თქვი თუ გაინტერესებთ თქვენ პოსტი რატომ დავდე? ზოგადად ძალიან მოკლედ უთხარი, ეს მოხდა მე თქვი, ეს ჩხუბი იყო, მუქარები იყო, ასე შემდეგ მე თქვი და ხო ეგო ჩვენი ინტერესის სფერო არ არისო, ჩვენო შიდა მოკლევაო, თქვენ სამსახურში არსიარულზე გვაქვს დაწყებულიო და მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთო და ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს გომელაურის გენინსპექციას მის თანამშრომელს მისივე სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრების და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით რომ ემუქრებოდნენ ეს ამბავი არ აინტერესებდა. დარწმუნებული ვარ ყველა მიციან, ყველაფერი კარგად იცის უბრალოდ ისევე როგორც რაც ხდება დღეს. დღეს რაც ხდება ეს არის რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში. და სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ამ ჰიბრიდულ ბრძოლას და ომს რაიმეს კი არ უპირისპირებს დეზინფორმაციით და ტყუილებით მოწამლული ყავს საზოგადოება, მათ შორის თავისი ამომრჩეველიც. და საინფორმაციო ველი არის დაბინძურებული მთლიანად, იმდენად არიან ტყუილებში აბსოლუტურად, რომ შეიძლება ხვალე გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ორთაჭალიდან პომპეიმდე ტუნელი მყავს გაყვანილი და არ ვიცი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ხო გეუბნებით, ანუ ის რომ არ ვიცი, სახში შემოვიდოდნენ, მე ხო არ ვიცი ხვალე რო წავალ, საერთოდ მომიწევს უკან დაბრუნება, მე ხო ამის გარანტია არ მაქვს. და ძნელია, ძალიან ძნელი არის, ემოციურად ძალიან ძნელი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები სამოქალაქო ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა ცხოვრები ცხოვრობს ხალხი და ძალოვან სტრუქტურაში ვისაც ფორმაცია ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ამის მიღმა არაფერი არ ვიცით აბსოლუტურად. საერთოდ არაფერი არ ვიცით გარდა ჩვენი კონკრეტული საქმისა და რომ მოვდივართ სამსახურებიდან, ხო? რჩები დაუცველები, აი წარმოუდგენლად არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. და ის იმედი რომ შეიძლება უკან გედგეს სახელმწიფო ერთადერთი, რომელმაც შეიძლება შენს მიმართ რაღაცა ადამიანურობა გამოიჩინოს, ისიც კი ხრება. შენს შესახებ ბევრი ამბავი არ იძებნება. მაგრამ უყურე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებულ ფილმს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე, სადაც შენ ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს აუხსნა, რომ ეს კაცები შავებში, რომლებსაც ისინი საკუთარი პროტესტის დროს მათ პირისპირ ხედავენ, ისინი მტრები არ არიან. ეს ფილმი გამოვიდა თუ არ მეშლება 2 წლის წინ, როდესაც 2022 წელს. დღეს შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის ხალხი, რომლის უფროსით შენ იყავი, არის მტერი. ის ხალხი, რომელიც აქციებზე დგას მომიტინგეების პირისპირ, არის ჯალათი. იმიტომ რომ იმ დაკავების მანქანებიდან მოყოლილი და მოსმენელი ისტორიები სასამართლო დარბაზებში რაც გვესმის, გამაუგნებელი, ენით აღურწერელი და წარმოუდგენელია. მე არ მახსენდება ასეთი სისასტიკე რომელიმე ხელისუფლების დროს ან რომელიმე აქციაზე. მოდი თავდაპირველად მივყვეთ და კარგად მოუყვეთ მაყურებელს პირველ რიგში ვის ვხედავთ ჩვენ. აი ამ აქციაზე, როდესაც ვდგევართ, ვინ არიან კაცები შავებში? ვინ არიან აი ეს მორბენალთა რაზმები? ვინ არიან აი ეს ჯალათები, რომლებიც ამ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ? ეს ყველა ერთი და იგივე ადამიანია თუ რაღაც გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელსაც ეს ყველაფერი ჩაბარებული აქვს? დეპარტამენტში ძირითადად მან აქციების დროს 2 კატეგორიის დანაყოფები არიან წარმოდგენილები, ეგრეთ წოდებული რობოკოპები და დაკავების ჯგუფები. რობოკოპები ძირითადად მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებით. ეს მეორე ადამიანები არიან დაკავების ჯგუფები. თუმცა
ანუ კადრებში მეც ვნახე, არიან აგრეთვე ასე ვთქვათ ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ეს GDD-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან. ანუ რას ამბობ, რომ შესაძლოა ამ სისხლიანი ნოემბრის დროს აი ამ საწამებლად ადამიანების და ამ დანაშაულების ჩასადენად იქ სრულიად სხვა პირები იყვნენ შერეულები. მე გულწრფელად არ ვიცი, ანუ ეს ადამიანები ვინები არიან, არ ვიცი. ესეთი დეპარტამენტი არაზოს არ ყოფილა. ეს დეპარტამენტს სწავლებები რაც ჩატარებია და რაც გაგვივლია, მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, ანუ არ ვიცი, მართ გულწრფელად არ ვიცი. ვინები არიან, ანუ სახეზეც არ ვიცი, ოღონდ მართლა გეუბნებით, ანუ რატომ მოვიდნენ? ერთი რაც ვიცი არის ეს, რომ ეს არ ემსახურება საზოგადოების წესრიგის აღდგენას, სიტყვა გეუბნება აღადგინო და არა უარესი შედეგი მიიღო საზოგადოებისგან. ანუ იქ შესაძლოა ყოფილიყო გარკვეული სიკვდილის ბრიგადების ჯგუფი, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაც ასობით მომიტინგი აღწერს მსხვერპლი და დადოკუმენტირებულია? დეპარტამენტისთვის, ანუ ეს დეპარტამენტის ამოცანა, რომ დევნა განახორციელო, ანუ მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, ანუ ზოგადად როგორ ვასრულებ და როგორ სწორად როგორ არის და როგორ სრულდება. ქუჩაში დევნა თვითმიზანი არ არის, ანუ ჩემთვის აი ხო გეუბნებით, ანუ წარმოუდგენელია რატო, რა მიზნით, თუ არა დაუშვათ რაღაცა მიზანმიმართული ამ აქციის მონაწილეთა ანგარიშსწორება, ფიზიკური ანგარიშსწორება. როდესაც ხელისუფლებას ველაპარაკებით და კითხვებს უსვამთ ამ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, რომელიც იქ იყო ჩადენილი, მათი პასუხი არის, რომ ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა გადაცდომას. შენ სისტემაში გინდან ძალიან კარგად იცი. ამიტომ გკითხავთ, რომ არა ბრძანება, კონკრეტული მითითება და დავალება ასეთი მასშტაბის სისტემურ დანაშაულებებამდე კონკრეტული გადაცდომები ჩვენ იქ მევიდოდით? არც ერთი პოლიციელი მსგავს რამეს არ გააკეთებს. ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან. წერტილი. თუ არ აქვს კონკრეტული მითითება, კონკრეტული ამოცანა შეასრულოს. თუ არ აქვს მას მითითება განახორციელოს დევნა, ის არ გაეკიდება. იქ შეიძლება იყოს ცალკეული გადაცდომა. და იქ რომელიღაცა პოლიციელმა, თანამშრომელმა რაღაც გადაამეტოს ძალას. მაგრამ ჯგუფურად, მასიურად, მუდმივად ერთი დღე იყო კეთილი. განიხილეს, რამე შეიცვალა მეორე დღეს, მესამე დღეს. მუდმივად ესე ხდება. ანუ იქ ეს არ არის, ანუ იმ სიმძიმის ტვირთი იმ ბიჭებზე გადატანა, ხვდები, რომ იცი რა, ისინი უმართავები არიან. ეს პირიქით სისტემას აკნინებს, რომ ანუ სისტემაში ყავს თანამშრომლები, რომლებიც არ გემორჩილებიან. არც ერთ თანამშრომელი ანუ ნაბიც არ გადადგავს კონკრეტული მითითებისა და ბრძანების გარეშე. თქვენ სამსახურიდან წამოხვედით იმ დროს, როდესაც ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო. ანუ ჩვენ ვხედავდით იქ დარბევას, ადამიანების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკის გამოჩენას. აი იმ დღეებში, ვიდრე იქ იყავით, ეს მაგალითად ხელმძღვანელი პირების მხრიდან, თქვენც ხელმძღვანელი ხართ, ხარება, მისი მოადგილეები ან სისტემას შიგნით განიხილავდით ამ ჩადენილ დანაშაულებებს, მსჯელობდით, რომ თუ ეს დავუჯეროთ მართალი არის ხელისუფლება და თითოეული კონკრეტული პირის გადაცდომა იყო, რომ გამოგევლინათ, მოგეკულიათ, პასუხისმგებლობა დაგეკისრებინა. ხელისუფლება იტყუება ამ შემთხვევაში. არაფერი მსგავსი რამე არ ხდება. არანაირი გამოძიება არ ტარდება. არავინ არ იკითხება. არავინ არ დაიკითხება პირობას გაძლევთ ამ ხელისუფლების პირობებში. პირველი ვერ დაიდენტიფიცირებენ. თვითონ სისტემაში შეიძლება არ იცოდნენ ვინები არიან, იმიტომ რომ არ ხდება მათი დაიდენტიფიცირება, არ არის მათი სანომრე ნიშნები, არაფერი. ყველაზე მძიმე კიდე და ასე ვთქვათ კანონთან შეუთავსებელი ის არის, რომ რაღაცა ახალი წესები დააწესეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ცალკეული დანაყოფების გარდა თელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიგო ნიღაბი, რაც არ შეიძლება. საპატრულო პოლიციამ, კრიმინალურმა პოლიციამ, ყველას უკეთია ნიღაბი. რატო? რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს? აი, რა ვიცი, რისთვის სჭირდება? რისთვის? რომ ვერ მოხდეს მისი დაიდენტიფიცირება პირველი და ცალკეული თუ იქნება მსგავსი ბრძანებები რაც ხდება, ასე ვთქვათ, მას რომ მოქმედების თავისუფლების არეალი გაეზარდოს.
ანუ ნიღბის შიგნიდან ამ ადამიანებმა იციან რომ შადიან დანაშაულს, ამ ადამიანებს აქვს დავალება რომ ეს დანაშაული უნდა ჩაიდინონ და ამით იძენენ სისტემა უпростоრად აძლევს მათ გარანტიას, პირობას რომ არავინ პასუხს არასდროს არ მოსთხოვს. ასეა. 2019 გავრილობის ღამის პერიოდში და 2020 წლის აქციების დროს ჩვენ ვხედავდით სპეცრაზმელებს, რობოკოპებს, რომლებსაც ყველას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. იმ პერიოდში ძალიან მარტივი იყო დანაშაულის ჩამდენის გამოვლენა. ვისი ბრძანებით, როდიდან და რასაბუთებით გაქრა ეს ნიშნები? ახლა აღარ არის. 2021 წლიდან გაქრა. 2021 წლიდან. რაც ხარება მოვიდა თქვენ? კი. მისი გადაწყვეტილება იყო? სავარაუდოდ ეგ არის დღემდე დეპარტამენტის დირექტორი და დეპარტამენტში ეგ იღებს. ბუნებრივია დანაყოფი. მაგრამ როგორ მოხდება გამოძიება, როდესაც მაგალითად ჩვენი კოლეგა გურამ როგავა, რომელსაც კისერი წააწყვიტა სპეცრაზმელმა, აი როგორ უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს აი ეს ადამიანი. თქვენ რა გაქვთ ინფორმაცია, ვინმე ერთი პოლიციელი მაინც ან გამოკითხვაზე ნამყოფი, ან რაღაცა სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული, ან გენერალურ ინსპექციაში, ან დაუშვათ კაციტაძის ინსტიტუტი, რამე გაქვთ ინფორმაცია. ჩვენ არადი, იმიტომ რომ პასუხი არის რომ დაელოდეთ. არც არასდროს არ იქნება. იმიტომ რომ შიდა სამზარეულოში ესი აქვთ, რომ არავინ არ დაიშება. ანუ ხარებას ხალხს ვერაფერი ვერ უნდა გაუფეთოს, იმიტომ რომ მასზე და მის ჯალათურწესებზე დგანან, მოდი ყველაფერს დავარქოთ თავის სახელი, ხო? არა მარტო ჩვენ დეპარტამენტზე, მათ ხო მარტო ჩვენი დეპარტამენტი არ არის, ხო? ანუ მთლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები არის. ამ მსგავსი აქციების დროს ახლა უამრავი დეპარტამენტია ჩართული, რეგიონებიდან ჩამოსული ქვედანაყოფები არიან. ანუ არავის მიმართ არ განხორციელდება. იმიტომ რომ ამით ეს არის ერთგვარი, ანუ პოლიციელს ამით ეუბნებიან, რომ შენ თუ ამას გამიკეთებ და ამ ნაწილში შენ დამეხმარები, მე ამით დაგიცავ რაღაც გლური კანონები და ქუჩის კანონები და არ ვიცი. ეს კანონმდებლობასთან არანაირი კავშირი არ არის. არც კანონმდებლობასთან, არც სახელმწიფოსთან, არც ინსტიტუციებთან. ეს ყველაფერი უბრალოდ ანგრევს ინსტიტუციებს. და ეს ინსტიტუციები, რომელსაც მე შეიძლება აშენდეს, ამას 10 წლეულები შეიძლება დასჭირდეს. აი ის დობა რაც წეგან თქვი, ხო? ანუ საზოგადო აი ეხლაც კი გული მტკივა გულწრფელად რა, ანუ პოლიციის მიმართ ამხელა ზიზღი და აგრესია. იმიტომ რომ პოლიციელის დევიზი არის ვემსახურები საქართველოს. ჩვენს ყველა მანქანაზე ეს აწერია. ვემსახურები საქართველოს. ანუ ამაში დევს აბსოლუტურად ყველაფერი. მაგრამ ხალხის განწყობით ახლა პოლიცია ემსახურება მხოლოდ ერთ კაცს და ოლიგარქს. სამწუხაროდ. რაც თქვენ ამდენი წელია იქ მუშაობთ და გვაქვს მაგალითად ქვეყანაში უწყება, რომლის პირდაპირ მოვალეობაც არის სპეციალური საგამოძიება სამსახური კარლო კაციტაძე, რომ მან უნდა გამოიძიოს თუ რამეს დააშავებს, როდესაც რამეს აშავებს სპეცრაზმელი. აი კარლო კაციტაძის მიმართვა, დაკითხვა, პასუხისგებაში მიქცეული თუნდაც ერთი ადამიანი გინახავთ? მხოლოდ რამოდენიმე ფორმალური წერილი. წერილი, რომ გამოძიებისთვის რაღაცას მოიწერებიან. მე ჩვენც მივწერთ, რომ იცი რაღაცა ეს საიდუმლოთ არის, ეს ისი არის, ეს ესეა და ეს მიდის მიწერ მოწერა და всё ამით თავდება. მორჩა. ანუ ერთგვარი ხელშეუხებელი თავდამსხმელების თუ ძალოვანების ჯგუფი ყავს ხარებას, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება და ვერ აკონტროლებს ასეთი სიტუაცია. კლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროში. აი ეგ არის. კი. დღეს ეგ მოცემულობა დგას. და ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რომ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი არის იქ და ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ემიჯნებიან. ესე არ ფიქრობენ, რომ ესე უნდა იყოს. ძალიან გამოცდილი კადრები და უბრალოდ ვერაფერს ვერ ცვლიან, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერტიკალზე არის, ანუ ცენტრალიზებული მართვის მოდელი არის. ანუ სისტემა, რომელზეც დგას ოლიგარქი, იმართება ამ პრინციპით. ხო, შენ ოღონდ მე დამიცავი და ჩემს რეჟიმს არავინ არ შეეხოს და არა მარტო დამიცავი, ცალკეულად შეიძლება მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ. ივანიშვილისგან? რა თქმა უნდა. ივანიშვილი ვისთან არის ხაზზე? მინისტრთან თავისთავად. მხოლოდ მინისტრთან? არ გამოურიცხავ, რომ იყოს დაუშვათ სხვა დეპარტამენტის დირექტორებთან, მათ შორის ჩემ ყოფილ დირექტორთანაც. მე პირდაპირ გკითხავთ, ივანიშვილის და ხარებას
მჭიდრო კავშირების შესახებ პირველად ამ კითხვიდან გესმით თუ მანამდე ციცოდით? მანამდე ციცოდი. ანუ მათ ბევრი წლის პირადი კავშირი გააჩნიათ. და შესაძლოა ჩვენ გვქონდეს დასაბუთებული ეჭვი, რომ ის სისასტიკე, რასაც ჩვენ ვუყურებთ ახლა აქციის მონაწილეების მიმართ, იყოს ივანიშვილი ხარება და შემდეგ შემსრულებლები? ის ფაქტი, რომ ცენტრალიზებული მეთოდით იმართება ეს პროცესები და ვერტიკალში არის ეს და თუ არ იქნება კონკრეტული ანუ წერანხო თქვით, ანუ დამოუკიდებლად ისინი გადაწყვეტილებას არ იღებენ. ვერავინ ვერ იმართებს. მაგრამ ემორჩილებიან მხოლოდ ხარებას. ბრძანებას, მაგას ვიძახი, კი? მაგრამ ბრძანება შეიძლება სხვამაც გასცეს. მაგალითად, რომ გაიცეს ministris მოადგილის მიერ ბრძანება, ეს ადამიანები დაემორჩილებიან და უკან დაიხევენ, სანამ პირობითად სპეცკავშირში არ გაიგებენ ხარებას. ხმას. მან მე მრჩება განცდა, რომ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ამ ერთი კაცის, აი ამ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ადამიანის გარშემო არის ყველაფერი აწყობილი და თავის თავზე აქვს მორგებული და პასუხისმგებელი არის იმ ერთ ადამიანთან. მოცემულობა რაც დღეს გვაქვს და რაც ხდება, ნუ ეს პირველი რომ არანაირ კანონიერ ჩარჩოებში არ ჯდება. დღეს რაც ხდება, ხო, ანუ არანორმალური რაოდენობის გაზის გასროლა არ შეიძლება, ანუ ეს არ არის საჭირო, ანუ ამის საჭიროებას არ მოითხოვს. სულ რამოდენიმე დაუშვათ წყლის ჭავლით და გაზის ეფექტებით, ოღონდ ნაკლები ეფექტებით შეიძლება მიიღო. იქ მარტო ის დემონსტრანტები ხო არ არიან. ანუ მოსახლეობა ცხოვრობს. ანუ ეს პერიოდი მთლიანად რუსთაველი და მისი მიმდებარე ტერიტორია ხალხი იხჩობოდა ისეთი რაოდენობის გაზი იყო გასროლი. ანუ ეს უნდა კონტროლდებოდეს და ამას უნდა აკონტროლებდეს დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, ვინც და ვინ აკონტროლებდა ამ დღეებში ამ რაოდენობის გაზის გამოყენებას, იმიტომ რომ 9 აპრილის შემდეგ ყველაზე მეტი რაოდენობის გაზი იყო გამოყენებული ამ დღეების განმავლობაში. ფაქტი არის, რომ ის რაც ხდებოდა, ეს არ ემსახურებოდა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას და ეს იყო უბრალოდ რაღაც იმ აქციის მონაწილეთა მიმართ შიშის დათესვა, რომ დაუშვათ აქციაზე აღარ გამოსულიყვნენ მეორე დღეს. თუმცა 28-ში ხო დაიწყო აქცია, პირველი წლის ჭავლი ხო 28-ში გამოიყენეს, მეორე დღეს უფრო მეტი ხალხი მოვიდა, მესამე დღეს კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვიდა. არ ქონდათ ამის მოლოდინი ეგონათ რომ ამ პროტესტს ამ ძალით ჩაახშობდნენ? ხო, იმიტომ რომ ანუ ხო საუბრობთ, ხო ხდებით, ანუ აქ ხო საფრთხეებიც ხო უნდა შეფასდეს. ანუ რაღაცას ანუ საპოლიციო ღონისძიება რაღაცას ხო უნდა ეფუძნებოდეს. ანუ რაღაცის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს და თვლიან რომ ძალიან ჭკვიანები არიან და იციან ვინც იცის ის ადამიანების, რა ვიცი, რად გამოცხადება და რავი ასე შემდეგ, ან საერთოდ არ უსმენენ, ანუ დანაყოფებში არიან კიდევ ერთხელ ვიძახი შემორჩენილი ასე თუ ისე შემორჩა რაღაცა რაოდენობა კონტინგენტი, ვინც ამ მასების მართვის ოპერაციები ძალიან კარგად იციან. არავინ არ გეგმას თქვენ წერდით? კი, გეგმას მევწერდი ministris დონეზე, ანუ სამინისტროს დონეზე გეგმას ამ აქციების დროს, აქციების დაშლის გეგმა თქვენ დაწერილი. მოქმედი გეგმა ჩემი გაკეთებულია. ეს იმ გეგმით ხდებოდა, რომელიც თქვენ დაწერეთ? არა, სამწუხაროდ არა და ბოლოს ასაც უყურებდი, ახლა რამოდენიმე დღის წინანდელი იყო, გაიარა კოლოფმა და ხალხი მიდის, ანუ ესე მარტივი ხო არ არის, ანუ ამდენი მასა არის. თუნდაც 1000 კაცი იყოს, მაგრამ იმ პერიოდში, იმ მომენტში დაახლოებით 15,000 ადამიანი იყო. ანუ ამ 15,000 ადამიანს რაღაცა დრო ხო სჭირდება გონივრული, რომ გადაადგილდეს, ხო? და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან უცებ ჩამოცვიდნენ და პირდაპირ შევარდნა და პირდაპირ დაკავება, ჩხუბი და ცემა და ასე შემდეგ. ანუ არ არის ამის საჭიროება არ დგას ხვდებით. ანუ ეს არის რომ გზას უჭრი. ის ადამიანი რჩება, ანუ აქეთ დამკავებლებსა და იქით კოლოფ შორის რა, ექცევა ალყაში, ანუ გასასვლელი არ აქვს. სქემებში და გეგმებში ადამიანებს აქცევდნენ ალყაში იმისთვის რომ სამაგალითოდ დაესაჯათ ეს ადამიანები რომ მეორე დღეს უკან აღარ მოსულიყვნენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ვიღაც ხომ გასცემს ამ ბრძანებას. გომელაური იძახის რაციაში რომ ასე მოიქეცით, ხარება იძახის რაციაში რომ ასე მოიქეცით. ვიღაცას ხომ ministris ორი მოადგილე არის, ვინც მართავს, ბატონი სოსო და ბატონი შალვა, ანუ GDD-ს და ასე ვთქვათ საპოლიციო დანაყოფების ეგორი კურატორი მოადგილე არის და მე უკვე როცა ერთვება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მთლიანად ეს პასუხისმგებლობა არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე. აი აქციის მონაწილეებში ბევრჯერ იყო რომ პოლიციელების მიმართ რაღაც საგნების როლა, მე ამ აქციის მონაწილეების დემონიზება ზუსტად მაგით ხდება. ესენი არ არიან აქციის მონაწილეები, საზოგადოებამ რო იცოდეს, ესენი არიან
500 და 1000 ლარიანი შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად ახდენენ ამ პოლიციელების მიმართ გინებას, რაღაცების სროლას და მსგავს სიბინძურეს, რომ მე ამ რამოდენიმე ასე ვთქვათ პიროვნებებზე თლიანი აქციონ მახინჯად და დემონიზებულად. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავს ხვდები. ანუ იქ არსებობს პრაქტიკა, როდესაც აქციის გასაშავებლად შეგზავნილი ადამიანები იწყებენ დემონსტრაციულად სროლას და გინებას? ანუ ნეტა თუ იქნება აქციები, ხო, ანუ ესეთი ჯანსაღი საზოგადოება იდგეს იქ. ანუ ახალგაზრდებით განან, რომლებიც გესაუბრებიან მიხეილ ჯავახიშვილის ციტატებით. აი რო წავიდეთ, ეხლა წადით და ჩაწერეთ, რა ვიცი, მაღალი თანამდებობის პირები, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი, იმას ვერ გეტყვით. არათუ მისი შემოქმედება იცოდნენ. ანუ ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას იქ და ძალიან ღირებულებებით სავსე ადამიანები. მაგრამ იქ არიან, ასე თქვათ, ცალკეული ჯგუფები. წინასწარ მიდიან, იციან რომ უნდა გადაიღონ, შემდეგ ადამიანებში აგრესია რო გამოიწვევს. მერე შედიან აქციაში და მერე თლიანი აქცია ხდება, ძალადობრივი ხდებით, ანუ შედიან აქციაში და აგერ მერე შეიძლება ვიღაცა მართლა იქ მდგომი, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი განწყობით იყო მისული, ამას აყვეს და მე უკვე ჯაჭვური რეაქციის პრინციპი ხდება, ხდებით, ანუ ერთი წავიდა, იმას თავის მეგობარი გაყვა, მერე ხალხი წავიდა, ვა, მიდიანო და ყველა მიდიან და всё, შეიქმნა საფუძველი სამართლებრივი, რომ აი ხედავ, აი როგორი ისინი არიან, აქვია, მოძალადეები არიან, როგორი ძალადობრივი აქცია. დემონიზება ხდება ამ აქციის მონაწილეების, ხდებით, ანუ საუბარი მიდის, რომ იქ დგანა ჩვენი ქვეყნის მტრები. მეც შევხვედრი ვარ, ჩემთანაც მქონია მაგაზე საუბარი, ვინ არის მტერი, ვინ და გაუგონარი შეურაცხყოფა და გინება მათ მიერ სისტემაში შიგნით. ვინ არის მტერი, ანუ რავი, დღეს ვინც დგას და გამოდის, რა ვიცი, აი ორჯერ ვიყავი გასული, რა ვიცი, ყველაზე ესეთი საზოგადოება. სად იყავი გასული აქციებზე მიხვედი? კი, ვიყავ, მეგობართან. მას შემდეგ რაც გადადექი აქციებზე წახვედი? მაინტერესებდა უბრალოდ ნიღაბი მეკეთა და ჩემი მეგობარი გადის და იმასთან ერთად ვიყავი და ანუ დგას ექიმები, დგანან პედაგოგები, ლექტორები დგანან, ხელოვანები დგანან, რა ვიცი. დღეს რო აქციები იმართება ესეთი მაღალი პასუხისმგებლობით საქართველოში, ხო? ევროპაში ესეთი აქციებია, ევროპაში აქციები რო იმართება, ინგრევა ქალაქები. მაღაზიებს წვავენ, ვიტრინებს ანგრევენ. აქ რაღაცა დრამატიზებას ახდენენ, ნაგვის ურნა დაწვეს. რავი, გაბრაზებული ადამიანი რო გამოვა, მით უფრო რომელიცაც იძახის, რომ იცი რა, ჩემი არჩევანი რომ ევროპის რაღაც ნაწილი ვიყოთ და ამაზე მე მგონი ყველა თანხდებით და მათ შორის ჩვენთან სამინისტროში რავი რუსეთი არავის არ უნდა ცალკეული ერთეული შეიძლება ადამიანები არსებობდნენ ვინც ეტრფის მაგრამ ნუ ყველას ძირითადი მასის არჩევანი ხო მათ შორის ოცნების ამომრჩეველთა არჩევანიც ხო ევროპა არის ხო და ანუ ამაზე გამოდის ეს ადამიანები და ამათ მიმართ უდიდესი ზიზღი და აგრესია მოდის და ამ აგრესიის ფონზე არის რომ ამ ხალხის ანუ ეს ცემა არის მიზანმიმართული. ეს არის ფიქრობთ რაღაცა იცით რა ვიღაცა ვერ გავაკონტროლეთ. ესეთი რაღაც არ ხდება ვერ გავაკონტროლეთ. ეს არის რომ მოსახლეობაში, მოქალაქეებში ნიჰილიზმი დაითესოს, შიში დაითესოს. ალბათ იმიტომ იყო თავიდან ესეთი აგრესიული რომ მოლოდინი ჰქონდათ 2-3 დღეში აქციები მოკვდებოდა, მაგრამ გაცილებით რთულად იყო ასეთი მოლოდინი შიგნით თქვენს ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ უყურებდით, აქციების დაშლის პროცესში, თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ბევრი მომზადება გაიარეს ამ ადამიანებმა, მათ შორის ბრიტანელი, ირლანდიელი, ჰოლანდიელი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლის მხრიდან. ეს ის სტანდარტია, რომელიც მათ გასწავლეს? არა და ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო და რესურსი არის ამაში დახარჯული. მათ შორის ფინანსური რესურსი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და ამაში ამერიკის საელჩოს უდიდესი როლი მიუძღვის, იმიტომ რომ ძირითადად მათი დაფინანსებით ხდებოდა მსგავსი სწავლებების ჩატარება. ანუ ნასწავლი აქვთ ამ დანაყოფებს დაკავებული სამართალ დამრღბებს ხელბორკილი რადონეზე მოუჭირო, რომ მას ტკივილი არ მიაყენო. ეს აქვს ნასწავლი. მაგრამ ახლა სრულიად სხვა რეალობაა. და არა განეიტრალებულ ადამიანს ანუ ამისი აუცილებლობა არ დგას დღის წესრიგში.
მაშინ მე კითხვა შემოგიტრიალებთ. თუ სპეცრაზმი იქ არ მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელითაც მათ წვრთნა გაიარეს, რასაც თქვენ საუბრობთ, დასავლელი ინსტრუქტორების მიერ გავლილი სწავლებები. ეს რა სტანდარტი გვაჩვენეს მაშინ? ამ დანაყოფებს არ აქვთ გავლილი. ეს ვინცაც გავლილი აქვთ, ის დანაყოფები თითქმის უმრავლესობა შეიძლება აღარც მუშაობდეს. ვინ მოამზადა ეს დანაყოფები? ეხლანდელი ეხლა ამ დანაყოფებს რასაც უყურებთ. თვითონ ამზადებენ. ანუ ამ დანაყოფების თვითონ ვინ? ანუ დანაყოფის ხელმძღვანელები, ასე თქვათ, დირექტორის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირები. დირექტორი ანუ ხარება. კი. მისი დანიშნული ჯგუფი თავად ამზადებს და მომზადების პროცესში, აი ხა დავაკონკრეტებ, ვინ არიან ჩართულები და არიან მხოლოდ მომზადების პროცესში ჩართულები თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ამის შესახებ თქვენ არიცით? სამართლებრივად დებულებით ეს ჩემი ჩემი სამართლოს ფუნქცია იყო, ანუ საბრძოლო მომზადების პროცესი. ღამეები მაქვს ჩვეულებრივად მე და რამოდენიმე ჩემს კოლეგას გათენებული მასების მართვის ნაწილში შევქმნით, თარგმნეთ, ავაწყეთ, რო ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ექსპერტები, ისინი გვაძლევდნენ ამ წიგნებს და მივეცით დარიგებული არის ეს. ოღონდ ჩვენ უკვე აღარ ვერევით. ეს ის არის, რაც თქვენ მიეცით, რასაც ახლა ხედავთ. არანაირად. ანუ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით, რომ დეპარტამენტის დირექტორის, ანუ ხარებას დანიშნული ადამიანები იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებითაც, რა კანონმდებლობითაც ჩვენ ხო გვაქვს, ანუ ეს მოქმედება უნდა იყოს რაღაც ჩარჩოებში მოქცეული. ეს გავიკეთე. მათ ისწავლეს რაღაც წვრთნა გაიარეს, მაგრამ ახლა სრულიად სხვა უნარებით და სრულიად სხვა ტაქტიკის გამოყენებით მიმდინარეობს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ანგარიშწორება. ხომ ფაქტია, რომ ეს მეთოდები საიდანღაც მოვიდა? ამას გეკითხებით. ანგარიშწორება დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული არ არის. ანგარიშწორება ფიზიკური, რასაც დღეს უყურებთ, ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანა არის ამაში დამატებითი წვრთნა, ანუ აი სპეცმომზადება მათ გაიარეს დამოუკიდებლად ისე რომ სხვა პირებმა, მაგალითად თქვენ, რომელიც პასუხისმგებელი შეიძლება ყოფილიყავით, არ იცოდით, ანუ ისეთი მომზადებები, წვრთნები ამ პერიოდის განმავლობაში საიდუმლოდ შესაძლოა ყოფილიყო იქ რის შესახებაც თქვენ არ იცოდით? იმედი მაქვს, რომ მსგავს ფსკერზე არ დავიდოდნენ და ესეთი რაღაცა არ არის მომხდარი. არაერთი საპროტესტო აქციის დაშლის გეგმა, რომელიც იყო შენი პირდაპირ მოვალეობა, მოგიმზადებია ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ამ ბოლო წლების განმავლობაში არ იდგნენ მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ სპეცრაზმელები და მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ. მათ შორის იყო საქართველოში ისეთი ტიპის აქციები, როდესაც რადიკალთა ჯგუფები უპირისპირდებოდნენ მოქალაქეებს და ამ დროს ჩვენ ხედავდით პოლიციის უუნარობას. ეს იყო 5-6 ივლისის მოვლენების დროს, რა დროსაც ჩემი კოლეგა ლექსო ლაშქარავა სწორედ იმ მიმდებარე ტერიტორიაზე სასიკვდილოდ სცემეს. რა იყო მაშინ, რა მოხდა მაშინ ისეთი, როდესაც თქვენ ვერ შეასრულეთ თქვენი ფუნქცია, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისაგან უნდა განგერიდებინათ. მაგ დღეს სამწუხაროდ გეგმა არ იყო, ანუ დღის საათებში გულისხმობ, ანუ გეგმა რომელიც მივიტანეთ ქონდა გეგმა არ ჩაუშვეს ერთი მიზეზის გამო. ანუ გეგმა წინასწარ შეიმუშავეთ, უბრალოდ არაა მოქმედეს? არა მოქმედეს, კი, ანუ სადაც ყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც უნდა ყოფილიყავით და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. ანდრია ჯაღმაიძე რა შუაშია, ის საპატრიარქოს პრესსამსახურია და აქ ადამიანების უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო არის. ანუ საპატრიარქოს პრესსამსახური წვეთ სად უნდა იდგეს სპეცრაზმი? როგორც ჩანს, მე გადაგვაყვანინეს ეს ქვედანაყოფები, ანუ ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. და სამინისტროდან ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებას?
შალვა ბედოიძე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ანუ ის იყო ხაზზე ანდრია ჯაღმაიძესთან და იღებდა მისგან მითითებებს რა უნდა გაეკეთებინა. მან თქვა პირადად კი რომ მასთან არის გავლილი თემა. და საბოლოო ჯამში 55 ადამიანი დაასისხლიანეს იქ, იმიტომ რომ პოლიციის მოქმედებები არაეფექტური იყო. რო დაგვირეკეს, რო გთხოვეს, რომ უკვე ჩავრთულიყავით ამოცანაში, ფიზიკურად ხომ უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ იქ არსებული რესურსი აღარ იყო. ფიზიკურად აღარ იყო რაოდენობრივად. ანუ სხვადასხვა წერტილებზე იყო და გაშლილი ხალხი. ეგ იყო მან, ასე ვთქვათ, შეცდომა დაშვებული. ანუ არ დაგაგმინეს ოპერაცია ისე როგორც წესი იყო და საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე სავალალო შედეგი დადგა, იქ რეაგირების დრო აღარ არსებობდა. კი, სულ ამ 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა იმ პერიოდში. როცა მივიდნენ უკვე პოლიციე, ან ჩვენი ქვედანაყოფები რომ მივიდნენ, სამწუხაროდ უკვე ყველა ნაცემი იყო. იგივე ხალხი, ვისაც ჩვენ ვუყურებთ აქციებზე, ჩვენ ნახეთ და გქონდა კიდევაც გადაღებული ნაწილი ჩამოიყვანეს საქართველოს რეგიონებიდან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებიდან. თუმცა ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ სულ უფრო ნაკლებად დაცულ მოქალაქეებს საქართველოს საოკუპაციო ხაზთან. რეალურად იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამ მავთუხლართებთან ცხოვრობენ, არიან ცოცხალი ფარი იმისთვის, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა არ ჩაიდინოს კიდევ უფრო მეტი, არ მიიტაცოს კიდევ უფრო მეტი ქართული მიწა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი იმ ტერიტორიაზე დგას, კანონიერი ვალდებულება გააჩნია, რომ აკონტროლოს იქ ეს ყველაფერი. რას აკეთებდით იქ და რატომ არ არის ის ღონისძიებები, რომელსაც თქვენ ატარებთ, იქ ეფექტური ადამიანების დასაცავად. ჩვენი ამოცანა არის საოკუპაციო ხაზზე თვალთვალის და დაკვირვების მეთოდით მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და დამუშავება და აგრეთვე იქ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. საპოლიციო ამოცანა არის ეს და ერთ-ერთი ძალიან ფათაშორი ძალიან მძიმე შესაძლებელი ამოცანა არის, იმიტომ რომ ემოციური ნაწილი, ანუ იქ შეხება გიწევდეს, ანუ იქაც შენი ტერიტორია, აქაც შენი ტერიტორია არის და ამოცანას ასრულებ, მით უფრო ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომელი ფათაშორის იძულებით გადაადგილებული არის და ანუ ამოცანას ასრულებენ და თავიანთ დანგრეულ ერედს უყურებენ. წლების განმავლობაში მიდიოდა ამ დანაყოფებისათვის გადამზადება, აღჭურვილობის განახლება, გადაცემა და ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქ ამერიკის შეერთებული შტატები, განსაკუთრებით საელჩოდან იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პროგრამებიდან. გადმოგვეცა სხვათა შორის მაღალი დაკვირვების საშუალებები, მანქანები გადმოგვეცა, რომელსაც აქვს ფუნქცია დააკვირდეს მოწინააღმდეგეს შორს მანძილზე მაღალი გარჩევადობით, მათ შორის ღამე. ძნელი არის ახლა იქ როცა ღამით გახარ საგუშაგოზე 10-15 კილომეტრის რადიუსში, ამაზე ეს მანქანებზე ჩავატარეთ სწავლებები, გადამზადა ქვედანაყოფები, თუმცა არ იყენებენ. ანუ ეს არის ამერიკული აღჭურვილობა, რომელიც მოგცეს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები დაიცვათ, თუმცა არ იყენებენ? არ იყენებენ. რატომ? არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ რუსეთზე დაკვირვება არ აწყობს არავის, ალბათ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, არ ვიცი, რატო არ იყენებენ. ამის მიზანი ხომ ის არის, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოავლინოს აი საფრთხის ზონები, რომელიც არის საოკუპაციო ხაზთან და შემდეგ ისე დაგეგმოს ღონისძიებები, რომ დაიცვას მოქალაქეები და ყოველ მეორე დღეს ვიღაც არ გაიტაცონ, ხო? ეგ უნდა ხდებოდეს ზუსტად. ეს ხალხი, ვინც ამაზე უნდა მუშაობდეს, სამწუხაროდ სხვის Facebook-ებს უყურებენ. ანუ ვინ-ვინს მოუწონა, ვინ-ვის დაუკომენტარა, ვინ-ვის დაუგულა, მე ამას ასკრინშოტებენ და შეაქვთ ხელმძღვანელობასთან რომ იცოდნენ, რომ აი ხედავ ამან იმას. ანუ ერთწამით ადამიანები, რომლებიც ამერიკული აღჭურვილობით უნდა მოიპოვებდნენ ინფორმაციას, რომ უფრო ეფექტურად დაიცვან ხალხი საოკუპაციო ხაზთან, შემდეგ აანალიზებდნენ, წერდნენ საფრთხის დოკუმენტს, ამის მიხედვით მოქმედებდნენ, რომ ნაკლები გატაცებული და ცხინვალის ციხეში ნაკლები ჩაყრილი ხალხი გვყავდეს, ეს ადამიანები რეალურად სადაზვერვო მოქმედებებს სოციალურ ქსელში ახორციელებენ თანამშრომლების წინააღმდეგ? ამას გულისხმობთ? კი. ძალიან ხშირად მაგალითად კაცარავა დათოსგან დადებული ინფორმაციები ჩვენ გაგვიგია
ანუ ჩვენ არ გქონია ინფორმაცია და იმის გამქონია. ცოტა მძიმე კითხვაა, მაგრამ უნდა დაკისვა აუცილებლად. გინტური და მასზე განხორციელებული თავდასხმა ოკუპანტების მიერ. იქ რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა წინა პერიოდში, იმიტომ რომ მანამდე იქიდან ადამიანებს იტაცებდნენ. ანუ იქ რომ ყოფილიყო საპრევენციო ღონისძიებები გატარებული შესაბამისი. მივიდოდით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ტაძრის ეზოში მოკლავდნენ ადამიანს? კი, არ მოხდებოდა. მსგავსი რამე ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ყველა ის სამხედრო თუ საპოლიციო დახმარება, რომელსაც ქვეყანა იღებს დასავლური ქვეყნებისგან, იმიტომ რომ ამ ბოლო წელიწადი აღარ აქვს. და ესე თუ გაგრძელდა, საერთოდ არაფერი აღარ იქნება. აი წეგანს საუბრობდით, რაში სჭირდებათ, აი რო ჩამოვიდეს პირობითად დენსუსის ქვედანაყოფები. ჩამოიყვანონ სიარსის ქვედანაყოფები და მოამზადებინონ ეს დანაყოფები. ანუ მომზადებული არიან, გავლილი აქვთ, სახელმწიფო ლიტერატურა არსებობს, პრაქტიკაში სხვანაირად ხორციელდება. ანუ ვინც რამე იცის და ვინცაც შეუძლია რამე რჩევა მისცეს, ამ ადამიანების მიმართ არის უდიდესი ზიზღი და აგრესია. აბა ვინ ფასობს, ვინც მხოლოდ კარგად წერს? ლუზერები, ჩვეულებრივი ლუზერები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ, არაფერი არ გაუკეთებიათ და რომლებიც სხვისი დამცირების ხარჯზე ცდილობენ საკუთარი რეპუტაციის წამოწევას. აი ესეთი ადამიანები. ანუ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითადად იმ ადამიანებს აფასებს, ვინც მხოლოდ სემანტყება იცის კარგად. აი მაგალითად 2021 წელს მინისტრის ერთ-ერთ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, სადაც საშუალო განათლების მქონე ადამიანს მიეცა უფლებამოსილება დანიშნულიყო მთავარი სამმართველოს უფროსის დონეზე. როცა დაუშვათ საპატრულო პოლიციაში რიგით პატრულ ინსპექტორად ვერ დაენიშნება ვიღაც თუ არ აქვს უმაღლესი განათლება. დღეს საპატრულო პოლიციაში უფრო მეტი განათლებული პოლიციელია ვიდრე ჩვენთან. ვისი მოთხოვნა იყო? რომ შეიცვალა დირექტორი რომ მოვიდა, მაშინ შეიცვალა. ანუ რაც ხარება მოვიდა, ანუ უდიპლომო ადამიანების თანამდებობაზე დანიშნა, მინისტრის ბრძანებით გახდა დასაშვები, მარტივად რომ ავუხსნათ მაყურებელს. კი, ანუ საშუალო განათლების მქონე ადამიანი და ავტომატურად ინიშნება მთავარი სამმართველოს უფროსი. თქვენ შეხვდით პრეზიდენტს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს. რა ინტერესებდა პრეზიდენტს და როგორ შეხვდა ადამიანისგან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც 22 წელი გაატარა ამ სისტემაში და რიგითი არ ყოფილა რომ წასულიყო ამ ყველაფრისგან. სხვათა შორის არ ველოდი თუ გამოხატავდა მზაობას და სურვილს ჩემთან შესახვედრად, მე და ჩემი მეუღლე მიგვიყო ადამიანური საუბარი ქონდა, მადლობა მინდა გადაუხადო და თვლი რომ დღეს ქალბატონი სალომე არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური ფიგურა საქართველოში, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავის ქვეყანა. რა უთხარით პრეზიდენტს 22 წლის შემდეგ ფორმას რატომ იხდიდით? სამწუხაროდ ვერაფერი. მე უთხარი პრეზიდენტს, რომ ამ მოცემულობაში მე უბრალოდ ამას ვერ გავუძელი. ტყუილში ცხოვრება არ მინდოდა. მე არ მინდოდა ჩემს შვილებს თვალებში ჩავხედო და აბსოლუტურად სხვა შეხედულება მაქვს. ჩემს მეგობრებს შევხვდეთ ესე პირისპირ თვალებში უყუროთ და ის რასაც მე ვთვლი რომ არ არის სწორი, ის რაღაცეები ვაპრავ. იმიტომ რომ სიცრუეს თავისი ფასი აქვს ზოგადად. ჩვენ ადრე თუ გვიან ამ სიცრუის ფასს გადავიხდით. მაგრამ რა იქნება იმისი ფასი, რასაც დღევანდელი მოცემულობით ჩვენი შვილების თაობა გადაიხდის, ეს არის საკითხავი. მე ერთმა ახალგაზრდამ მომწერა მადლობაო ამ გადაწყვეტილებისთვისო და მე ბოდიში მოვუხადე. რომ ერთ-ერთმა რიგითმა თანამშრომელმა, რომელშიც სახელმწიფომ ძალიან ბევრი დახარჯა, რომ ესწავლა. ძალიან ბევრი კურსები მაქვს გავლილი და ბოლოს სამეთაუროს ომის კოლეჯიც კი დავამთავრე და არ მომეცა შესაძლებლობა ჩემი მოღვაწეობით რაღაც ერთი მცირე აგური მაინც დამედო ამ ქვეყნის უკეთესი მშენებლობისთვის იმ მიზნების მისაღწევად, რასაც ქვია ევროპული საქართველო და რასაც ქვია გაერთიანებული საქართველო. ძალიან ხშირად ისმის პრეტენზია, რატომ არ დგამენ იგივე ნაბიჯს სხვა ადამიანები. თქვენ ბევრ ადამიანს იცნობთ, ალბათ ბევრი მეგობარი გყავთ დღემდე შიგნით. რატომ არ მიდიან ეს ადამიანები იგივე გადაწყვეტილებამდე?
იცით, არც ამ ეთერიდან და არც სოციალური ქსელებიდან და არც მით უფრო რაც წამოვედი საერთოდ არა ყველასთან კონტაქტი გავწყვიტე აბსოლუტურად. ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სამოქალაქოზე რაღაც ერთ-ერთი სამსახური მქონდა ნანახი, სადაც შემეძლო მე მუშაობა გამეგზელებინა და რო დაურეგე წამოვედი თქო ესეთი პასუხი გამცა, რომ მოძრავი სამიზნე გახდიო შენო და ეხლა ეგ სნაიპერი მე და მე მიზნებს შენო სამსახურში აგიყვანო. და იმდენად დამაფიქრა ამ სიტყვებმა, რომ საერთოდ არა ვიცი, რომ მირეკავენ უთიშავ ტელეფონს. სამწუხაროდ ბევრმა საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა შიშის ფაქტორის გამო, მაგრამ არავის არ ვეკონტაქტები, რომ უნებლიეთ სამიზნე არ გავხადო, იმიტომ რომ რაღაც ბინძური პროპაგანდის მექანიზმის ნაწილი არ გახდნენ. და ვიცი ესენი რაზე არიან წამსვლელები და რა შეიძლება იკადრონ. ამიტომ არ ვეკონტაქტები და არც მოუწოდებ არც აქედან და არც სოციალური ქსელიდან, იმიტომ რომ სარკეში რო ჩაიხედებიან ისინი საკუთარ თავს რო დაინახავენ, პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყვნენ მართლები ზოგადად. ჩემთვის რუსეთი იყო, არის და ყოველთვის რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ჩემთვის, რომ მე მათ მიმართ რამე პატივისცემა გამიჩნდეს. ესენია ეს არის ერი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ყველაზე ძვირფასი წაართვა საქართველოს უკვე მერამდენეთ. დღეს უკვე ევროპული მომავალი წაართვა, ორჯერ დამოუკიდებლობა წაართვა. დაგვიხრიტა 37-იანებში ყველაზე საუკეთესო თაობა და მოგვისპო. სამწუხაროდ ამას ვიმკით დღეს ჩვენი თაობა, იმიტომ რომ ყველაზე ნაღები საზოგადოება ან დახრიტეს ან გადაასახლეს. და ასე შემდეგ, რა ვიცი, ავტოკეფალია წაგვართვა 2008 წელი ბოლო მოვლენები. აფხაზეთი აღარა ვთქვა და ასე შემდეგ, რა ვიცი. რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთის მიმართ რამე მქონდეს და სამწუხაროდ არიან დღეს როგორც სისტემაში, ისე სამოქალაქო ცხოვრებაში ადამიანები რუსეთი არ გავაღიზიანოთ და აბა მაშინ მე როგორც ფორმის ქვეშ მყოფმა ადამიანმა აბა ომი გინდა გექნებათ ეს ნარატივი. ჩემთვისაც ბევრს უთქვია. რომელ ჭკუათ მყოფელს, რომელ სერიოზულ ადამიანს უნდა ომი, არავის არ უნდა ომი. აბსოლუტურად არავის არ უნდა. ის პროპაგანდა მიდის სისტემის შიგნითაც, ანუ თანამშრომლებსაც იმას ეუბნებიან, რომ თუ სისტემაში და საზოგადოება მოწამლული არის, ამ საინფორმაციო ნარატივებით არის მოწამლული. აბა ომი გინდა. ანუ საზოგადოებას აშინებენ, ომი არავის არ უნდა. ამ ინტერვიუს მე მიფრინავთ. ტოვებთ ქვეყანას და ეს ინტერვიუ ეთერში გავა მაშინ, როდესაც თქვენ აქ აღარ იქნებით. მაგრამ ელოდებით სიურპრიზებს, რომ მაგალითად საქმის შეკერვას, მოულოდნელად დამნაშავედ გამოცხადებას, დაკავებას, დაპატიმრებას, ეს ნაცნობი ხალხია. ეს ინტერვიუ რო გავიდეს და მე რო აქ დავრჩე, მეორე დღეს ჩემს სახლში შეიძლება კილოგრამ ნახევარი კოკაინი ამოიყო. ან რაღაცა 2-5 ჟანგიანი ავტომატები, არ ვიცი. ანუ მე რო აქ დავრჩე, რას ლაპარაკობთ. უბრალოდ ეს პერიოდი ზუსტად ამაებს ესე მარტივი არ არის ემიგრაციაში წასვლა, მით უფრო ოჯახით და ორი შვილით და მთელ რიგ საკითხებთან იყო დაკავშირებული ეს და მე მინდა რომ თქვენი ეთერით ცალკეულ ადამიანებს სამწუხაროდ უარი თქვეს გვარებზე და სახელებზე მადლობა გადაუხადო და არ ველოდი. ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელთანაც საერთოდ არანაირი გადაკვეთა და შეხება და ურთიერთობა არ მქონდა და ისეთი ადამიანობა გამოიჩინეს. ანუ შენი ისტორია არის მაგალითი სხვისთვის, რომ თუ რეჟიმი გწირავს და პირობითად გეუბნება, რომ შეიძლება მოკლას იმის გამო, რომ იქიდან წახვედი, საპირისპიროდ ადამიანების დიდი წრის მხარდაჭერას იღებ. არ ველოდი. აბსოლუტურად არ ვიყავი ამისთვის მზად და ძალიან ემოციური იყო ეს, რომ უბრალო ვიღაც ადამიანი გირეკავს, გეუბნება რა შემიძლია შენთვის გავაკეთო. მადლობა, ძალიან დიდი. მადლობა პირველ რიგში ამ გულწრფელი საუბრისთვის. მადლობა შენი სამოქალაქო პოზიციისთვის. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აუცილებლად გექნებათ იმის საშუალება, რომ ისევ ფორმით საქართველოს სამსახურში გააგრძელოთ თქვენი მოღვაწეობა. მადლობა თქვენ. მე უბრალოდ
თქვენს მიმართ მაქვს აბსოლუტურად სხვა პატივისცემა, იმიტომ რომ პიროვნულად თქვენს მიმართ მაქვს განსაკუთრებული პატივისცემა, იმიტომ რომ რაც ბოლო პერიოდში ანუ ძალიან პრინციპული არის თქვენი მიდგომები ზოგადად და მე ამას ვაფასებ. და თუ გადარჩა ეს ქვეყანა და უპირობოდ მჯერა რომ გადარჩება, იქნება თქვენი ჟურნალისტების და იქნება იმ ახალგაზრდების დამსახურება, რომლებიც აი ამ წუთასაც გაუსაძლეს ყინვაში დგანან. და მე პირიქით ბოდიში რომ უფრო მეტი ვერ გავაკეთე ამ ქვეყნისთვის და მიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა.